დედა, ეხა მომიყვანა ტაქსის მძღოლმა. აი დედა ჩემი ეს არის საყვარელი და ხო და მომიყვანა ტაქსის მძღოლმა და ესე იგი გზაში მიყვება ეს ბატონი, რომ ნუ ეხა ტაქსის მძღოლი რა, ნუ ეხა ტაქსის მძღოლად მუშაობს, თორე ეხა ტაქსის მძღოლი საქართველოში მე მგონი არავინ არ არის. მამაც კი ტაქსის მძღოლი იყო, მაგრამ ხა ტაქსის მძღოლად ხო არ დაიბადა, ხო? ჩვენი მამა 2 წელია აღარა ყავს. და ჩემი ეთერი სულ განიცდის, რომ და თან სულ უფასო დაყავდა ხო დედა. არანაირი, აი, რომ მოეწონებოდა. არა, შენ ჩადი. ხო, თუ კაი მოეწონებოდა, აღარ ართმევდა ფულს. ხო და წარმოიდგინე და ეს კაცი მიყვება, რომ ესაო ქუთაისიდან მოვდიოდა და მარტო არ მიდოდა მე ველოდა. დედაშვილი დავინახევ და გაუჩერეო რა. და დედამ გამლანძღაო, რომ რა შემატყე ეგეთი 200 მიჩერებო ვინახარო საერთოდ რაღაცა და არაფერი ქალბატონო უბრალოდიო მარტო მივდივარო და რაღაცა ხმის გამცემი. ხო, მოკლედ და მეუთხარი ნეტა მეთქი მე შემხედროდი მეთქი, იმიტომ რომ სულ აქეთ იქ დავდივარ ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, ნუ ბათუმში თეატრში ვარ, ქუთაისში ვაკე იმას გაკოთილებს ვატარებ ხოლმე მხატვრული კითხვის ჩემი ინდირა ჯგერნაია სტუდიაში და ნუ გორში თეატრში ვარ ასევე იქ დაკავებული. ხო და მოკლედ აი ძალიან რთულია დღეს ცხოვრება, რომ ყველას გონია რომ ფული არის მთავარია. რა თქმა უნდა, ფული ძალიან აუცილებელია, მაგრამ აი მეც სულ ეხლა იმედში წავიკითხავ რაღაცას, ჩაგიჩხრიალა იმედმა ფულები. ჩემო ძვირფასებო, არავინ ამაში ფულს არ მაძლევს. გადაცემაში რომ მივდივარ, მე პირადად არ ვიცი, მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, ხო? გადაცემაში როცა მივდივარ, ფულს იქ არავინ არ გვიხდის. ეს პირიქით ძალიან დიდი მადლობა ტელევიზიებს, ამ შემთხვევაში ტელეიმედს, იმიტომ რომ ტელეიმედი რომ არ ყოფილიყო, მე ლექს ესე საჯაროდ ვერ წავიკითხავდი და მე უკვე სხვა ტელევიზიების მეძახიან ამაზე და მე ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და თან კიდე აი ხლა რა საყვარელი ხარ. ხო და ნუ მოკლედ რა ვიცი, აბა კეთდება ესე საქმე. ერთხელ ვიღაცა დავიცავი კიდე, რომ რაღაცა ნუ ამბობთ მეთქი ამ ადამიანზე და შენ მაგასთან მუშაობო, რა შუაშია მუშაობ, ადამიანს ვიცავ, ადამიანზე რაღაცა ამბობ იმას, რაც არის და ეუბნები იმ ადამიანებს, რომ ეს არ არის ესეთი ადამიანი და რაღაცა გამოდის, რომ რაღაც არ ჩუმდები, ხო? და მაინც რატო თვლიან, რომ აი რაღაცა უნდა მუშაობდე, ან სიკეთე თქვათ, აი ხა იმ კაცს უნდა და სიკეთეს გაკეთებოდა, არ მიცა ამ ქალმა უფლება. ხო, რა ვიცი. მე გამიკეთეთ სიკეთე. მეც გაგიკეთებთ სიკეთეს. შეიძლება ესე სულიად უფულოთ, მაგრამ არის რაღაცები, რომელიც სადაც ფული არაფერ შუაში არ არის, მოკლედ. ფული არ გამოგართვა? ფულსაც არ მართმევენ, დედა, იცი რამდენი ტაქსის მძღოლია, რომელიც ფულს არ მართმევს, მაგრამ რა არის, აი მე როცა არ მართმევს ადამიანი, იქ უფრო მინდა რომ მივცე. მენანებია, სულ მომახსენდება ხოლმე რაღაცნაირად. მოკლედ სიკეთის გაკეთებაც უკვე პრობლემა გახდა. საოცარია. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვაკეთოთ სიკეთე. არა დედა. სიკეთი არ იკარგება. ხო არ შეიძლება იმ წუთში არა, მაგრამ მე აუცილებლად გაიარე და გხდება. სიკეთეო ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება. ეხლა ქეთინოს ელაპარაკე შენ. ველაპარაკი, კი, ველაპარაკი. იმდენი ჩალიჩაო, მერიმა მაინც გააკეთაო. ხო. სენატრებოდა უშვილი. თავისი შვილი. ჩაიყვანა თავისი შვილი. თავისთან. ჩემა და მადლობა, დედა. დაიმშვიდობ ეხა ვინც გვიყურებს და დალოცე და უთხარი რომ ყველანი კარგად იყავით. კარგად იყავით, გენაცვალებს, მშვიდობით ღამე, მშვიდობის ღამე. ხო, ვინც ეხა გვიყურებს. ვინც გვიყურებთ, ვინც მოისმენთ ჩვენს საუბარს, სიკეთე, სიხარული არ მოკლებოდეთ.
გაიხარეთ. ეს აყარები. ჩემი ლამაზი დედა.